დასახელა ირაკლი. ამიტომ ირაკლი ტოვებს თამაშს. მესამე კვირას ამტანის სახლი კიდევ ერთმა მოთამაშემ დატოვა. ირაკლი ცინცაძე თამაშს გუშინ საღამოს გამოეთიშა. თუმცა ფერად სახლში მან მეგობრული იდილია დატოვა, რომელიც რიგით მესამე კვირას ამტანებში ისევ ძალაში იყო. მართალია ირაკლი ცინცაძე თამაშის შესვლის დღიდან მეტნაკლებად, მაგრამ მაინც მოიაზრებოდა კონფლიქტური სიტუაციების ინიციატორად თუ არა მონაწილედ მაინც, რამაც ამტანების ისედაც აუტანელი ცხოვრება კიდევ უფრო დაძაბა, თუმცა მეორე კვირასვე მაყურებელი ნამდვილი მეტამორფოზის მხილველი გახდა. პირდაპირ ეთერში მაყურებელს საშუალება ჰქონდა თვალყური ედევნებინა, როგორ შერიგდნენ ერთკვირიანი კამათის შემდეგ პროექტის მონაწილეები და როგორ გადაიზარდა კონფლიქტი მეგობრობაში. მოკლედ ირაკლი ცინცაძე საბოლოოდ მაინც გახდა ამტანის რაზმის წევრი, რამაც მის მიმართ მაყურებლის სიმპათია კიდევ უფრო გაზარდა. ამას ისიც დაემატა, რომ მისი სცენარის მიხედვით პარასკევს დადგმული სპექტაკლი ყველას მოეწონა. თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად მას მაინც მოუწია ფერადი სახლის დატოვება. თუმცა გასვლისას ისიც აღიარა, რომ 2 კვირის განმავლობაში მისთვის ბევრი რამ რადიკალურად შეიცვალა. აქედან გავდივარ კი ამ მეგობრებს ტოვებ, მაგრამ გარეთ მელოდებიან მეგობრები და ჩვეულებრივად როგორ ცხოვრობდი, გავაგზავნე ისე ცხოვრები. მე მინდა რომ თქვა კიდე თქვენი სახით შევიძინე, აი ძალიან დიდი უფროსი მეგობარი, რომელთანაც ალბათ უფლება მექნება და შემიძლია მოვიდე ძალიან ისეთი გაჭირება თუ მექნება, აი ჭუის დასარიგებლად და რავი რა. იმ დღეს აი ძალიან დამეხმარეთ. აი ნაღდა თვლიდი რომ ეს ფსიქოლოგს თხოვნეთ, რატომ უკასრო ფსიქოლოგი და რაღაცა შეიძლება მომიყვანონ თქვენ. აი რაღაცა 4-5 სიტყვით ისე გადავწმუნდა სულ სხვაზე გადავედი, რავი რა. და მადლობელი ვარ ყველაფრისათვის. უფროსი არა, ჩვეულებრივი მეგობარი. მე ყოველთვის მზად ვარ, ირაკლი ნებისმიერ დროს გვერდში დაგიდგე. დიდი მადლობა ძალიან კარგი თამაშისთვის. ძალიან საინტერესო გახადა შენ ამტანი. ყველა ვარ ჩვენ აქ ერთნი და არ ვარ სხვადასხვა კი მე შემოვედი თავიდან სხვანაირად. მე ახლა გავდივარ აქედან სხვანაირად და ეს ხალხი არის ჩემი მეგობრები. ჩემი თხოვნა იქნება იმ ადამიანების მიმართ, ვისაც მე უყვარდი და ვინც მე ბალეში გქონდა და ვინც მე გულშემატკივრობდა, რომ აი ეს ხალხი შეიყვაროს ისევე როგორც მე უყვარდი. ფერადი სახლიდან გასულ მოთამაშეს გულშემატკივრები იქვე დახვდნენ და ემოციებიც არ დაუმალავთ. ხალხო მიყვარხარ თუ ყველა პროექტისა და ფერადის სახლის დატოვების შემდეგ ირაკლი ცინცაძეს ასეთი განწყობა ჰქონდა და კვირის ინფორმატორს 2 კვირიან შტაბეშტილებებს ასე უზიარებდა. ჩემთვის იყო აი დღეს არის საუკეთესო დღე და არ დამავიწყდება რა 11 ივნისი, აი ნახდათ არ დამავიწყდება ჩემ ცხოვრებაში. და მიყვარს ჩემი მეგობრები კიდე რა, ალბათ დამხვდებიან ახლა ჩემი მეგობრების და მიყვარს ყველა ყოფში აბსოლუტურად. ახლიდან დავიბადეო აი ეგრევა რა, რავი რა. არაფერი არ იყო, აი გძნობდი რომ მოვდიოდი რა რაღაცნაირად, მაგრამ აი არ გძნობ რა, მირჩევნია რომ აი წამოვედი და თან ვძლებდი, მაგრამ მირჩევნოდა რომ არ არის რა, მე ვერ ვძლებ ჩაკეტილში იმდენად. სახლში მისულ ამჯერად უკვე ყოფილ ამტანს მეგობრები 2 კვირიანი ლოდინისა და გულშემატკივრობის შემდეგ ხმაურით შეხვდნენ. აი რა დღეში ვარ, ეს ნახალოკელები და დღეში დიდი ფრეში საქართველოში ნახდათ არ მეგონა ეს ერთ რეალური შოუ თუ გაკეთდებოდა. რა ვიცი, ძალიან მომწონს, მაგრამ როგორც ვატყობ, აი ნახდათ არ არიან ის პიროვნებები იქ, თვითონ ამბობენ რომ არ ვთამაშობთო, მაგრამ აი რაღაც მომენტში ჩემი ძმაც თამაშობდა, იმიტომ რომ აი სახლში თუ სამეგობრო ჭრეს თუ გარეთ მოკლედ აი რეალური შოუს გარეთ ის სხვანაირია, უფრო თბილია, უფრო მეგობრულია. ირაკლი რა თქმა უნდა ჩემი ძმა არის და შევიძინე მეორე ამტანი ნიკა, ამ ამტანმა დაგვაახლოვა, რა ვიცი, ძალიან მიყვარს ნიკაც. განიცადს თავისთავად ამტანებიდან და ალბათ ვინც გამოვლენ ამტანები და ირაკლის მეგობრები იქნებიან თავისთავად. აი დაგვიბრუყეს ეს ნახალოვკელები და რა გვერდიან არ ვიცი რა გვერდიან არ ვიცი. ძალიან მაგარი უფრო საინტერესოდ მიმდინარეობდა ჩემი აზრით. აი ბევრად საინტერესო. თუნდაც ის დაძაბული სიტუაციები, ისინი უფრო მაგარი საყურებელი, მაყურებლის პარტ რო უყურებდი, ჩემი აზრით უფრო საინტერესო იყო, უფრო მაგარი შოუ იყო. მე შერიგებაც უფრო რაღაც ახალი შევიდა ისევე, უბრალოდ კაი იყო და
ეს რო წამოვიდა ეს იყო ცუდი რაღაც მოხდა. მოკლედ ამ ტანის რიგით მესამე კვირა ექსცესებისა და ხმაურის გარეშე დასრულდა. გავარდნილ მოთამაშეს უკვე ჩაენაცვლა ფერადის სახლის ახალი წევრი. ირაკლი ცინცაძე კი, რომელიც პროექტის დასრულებამდე კვლავ ამ ტანად რჩება, უკვე სარგებლობს მაყურებლის სიმპათიითა და კეთილგანწყობით.